მოდა არის ძალიან საინტერესო სფერო და ბევრი რაღაცის გამოხატვის საშუალებას გაძლევს და ბევრ რაღაცას აერთიანებს. მე არ მიყვარს ბანალური გადაწყვეტილებები, სულ რაღაც სიახლეს ვეძებ. რაც ესე არის ყველაზე საინტერესო ჩემთვის, ზოგადად მიყვარს აი ეს 0-დან 1-მდე გზა სანამ გამოვა, იმიტომ რომ უკვე ფინალისკენ როცა გადის, უკვე ახალ იდეებზე ვფიქრობ, როგორ განვახორციელო. იდეები მომდის ნებისმიერ სიტუაციაში, ანუ სულ აი ამ ფიქრის პროცესში ვარ, ღამის 4 საათზე უცებ გავიღვიძებ, რაღაცეებს ტელეფონში მოვიხაზავ. საცობი არის სხვათა შორის ძალიან კარგი ადგილი ამ ახალი იდეებისთვის. ეს სფერო აღმოჩნდა ზუსტად ის, რაც მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და როგორც იქნა ბოლო წლებში მოვახერხე ის, რომ დამეწყო ამ ყოველფრის განხორციელება. კომბინიზონა არის ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის პირველი პროექტი, რომელსაც წინ უძღოდა ძალიან საინტერესო ისტორია. ჩავატარე ფერების მიმღებლობის კვლევა, შევისწავლე როგორ აღიქვამს მომხმარებელი ფერს, ფერის ეტიმოლოგია, როგორ უნდა გადავთარგმნოთ სამოსში, როგორი უნდა იყოს ფერების არქიტექტურა ტანსაცმელში და ასე შემდეგ. თითოეული ჩვენი ლუკი, რომელიც გამოდის მომხმარებლამდე, ეფუძნება ამ ფერების კვლევას და ეხმარება მომხმარებლებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, დაირეგულირონ სისხლის მიმოქცევა, დაბლოკონ ნეგატიური ენერგია, განეწყონ პოზიტიურად. ჩვენ დავიწყეთ მართლა ერთი ნათხოვარი საკერავი მანქანით. თავიდან ჩვენი არ გვქონდა არაფერი. პირველი კოლექცია, რომელიც კომბინიზონამ შექმნა, იყო პირველი ფერადი კოლექცია ქართული ბაზრისთვის იმ პერიოდში. აბაშიძეზე ავიღეთ პატარა შოურუმი და აბსოლუტურად ყველა მეზობელი ვიტრინა იყო შავი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი. შესაბამისად იყო საკმაოდ ისეთი სიახლე. ჩვენი ყველა კოლექცია რაღაცაზე ყვება, რაღაც ამბავზე, რაღაც პრობლემაზე. თავიდანვე ვთქვით, რომ არ იქნებოდა უბრალოდ მარტო ტანსაცმელი, თუნდაც ინოვაციური ხაზებით, ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დიალოგი გქონოდა მომხმარებელთან. მე ზოგადად როგორც არტისტი ყოველთვის ვცდილობ, რაც მე მელექება მაწუხებს, გარემოში საზოგადოება შეიძლება აწუხებდეს, მაქსიმალურად გამოვხატო იმ საქმით, რაც ვაკეთებ. ძალიან მაწუხებს ჩვენი ქალაქის და ჩემი ქალაქის, რომელშიც დავიბადე და ვიზრდები, ურბანული დამახინჯების პრობლემები, გამონაბოლქვი, დამოკიდებულება ზოგადად ამ არაჩვეულებრივი ქალაქის მიმართ. ვცადე ერთხელ და დავხატე მშენებლობაზე, ზუსტად აქ მოხდა ეგ ამბავი და ის ყვითელი ამწე გადმოვიხაზე ქსოვილზე, ერთ-ერთ კომბინიზონზე. გამოვიდა ძალიან საინტერესო და ჩემი მკერავები იმალებოდნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა და ეს არის ურთულესი საქმე. და ხელით იხაზება ეს თითეული კონტური, ზოგჯერ 7-6 საათი ჭირდება და მე მკერავი გვირისტებით აკეთებს შემოვლას ზედ და გამოდის ის შედეგი, რაც არის, ანუ არც ნაქარგია და არც პრინტი არის, გვირისტებით არის გადმოტანილი ნახატი და არის საინტერესო. აი ამ ყველაფრით წავდგებით მერსედესის მოდის კვირაულზე. ძალიან მიხარია, რომ მუსიკაც, ისევე როგორც თითოეული დეტალი ჩვენი შოუსთვის, იქნება ორიგინალური და საავტორო. წამყვანი ხაზი იქნება ბებიაჩემის, თამარ იშხნელის უკვდავი კომპოზიცია არ დაიჯერებ, რომელიც ახალგაზრდა არტისტმა საბა გაგნიძემ შეუსაბამა იმ ურბანულ რეალობას, რაც არის ქალაქში. 3 დღე დაგვრჩა კვირაულის გადაღებამდე და ჩქარ-ჩქარავ ვცდილობთ, რომ მოვასწრო და განოგეყვება მეჭხობები. აღარ გვინდა უკვე კარგი კოლექცია შედგა და არ ერთიც დავამატოთ და ვეწევი საკუთარ იდეებს, მაგრამ მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მომწონს. მთლიანობაში ჩემი გუნდის და ამ ჩემი იდეების წყალობით ვფიქრობ, რომ ძალიან ხარისხიანი პროექტი გამოგვივიდა.